ყველას გვაქვს ალბათ, ვინც ხშირად ვიყენებთ Gemini-s ან თუნდაც ChatGPT-s. ყველას გვაქვს პრომპტები, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებთ და ძალიან მოუხერხებელია მათი ხელახლა ხელით წერა, ან თუნდაც სადღაც გქონდეს შენახული და შემდეგ იქიდან ხელით copy paste საკმაოდ არაკომფორტული არის. სწორედ ამისთვის მეც დავამატე Gemini Power Apps extension-ში ერთი საინტერესო ფუნქციონალი, რომელიც ამარტივებს ამ პროცესს და ფაქტიურად ასე ვთქვათ, ნახევრად ავტომატიზირებს კიდეც. წინა ეტაპზე, წინა ვიდეოში, ვინც ნახა, მე გავჩვენეთ როგორ უნდა შევქმნათ ზოგადად პრომპტი Gemini-s დახმარებით. ახლა გავჩვენებთ ამ ვიდეოში როგორ შევინახოთ ჩვენი პრომპტები ისე, რომ შემდეგ მათი გამოყენება მარტივად შევწყვეტ. შევდივართ მენიუში და აქ ვნახულობთ prompt managers. ვაწყაპუნებთ დამატების ღილაკზე, header-ში არის გამოჩენილი პანჯარაში, header-ში ვაწყაპუნებთ ახალი create new prompt ღილაკზე და ვწერთ prompt-ს, მაგალითად შექმენი სურათი, პირობითად ვწერე ხომ, ბევრი არის ეს. გავთიშოთ ეს უკვე შენახული არის, მოდი კიდე დავამატოთ რამდენიმე, იმიტომ რომ შემდეგ მაგალითად გამოგვადგება. დამიწერე პირობითად დამიწერე კარგი ლექსი. კიდე დავამატოთ მოდი ერთი, მაგალითად დამიწერე რა. გოს ყოველთვის პასუხი სიზუსტით. მოუწოდოთ გვაქვს უკვე აქ სამი პრომპტი შევქმნით და ახლა როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენს მიერ შენახული პრომპტები აქ. შეგვიძლია ერთი გამოყენების გზა არის, შეგვიძლია შევიდეთ აქ და გამოვიყენოთ პირდაპირ დაწყებული მაგალითად შექმენი სურათი. დავაწყაპუნებთ ამ ღილაკზე, პრომპტის გამოყენების ღილაკზე და ჩვენი პრომპტი პირდაპირ ჩაჯდება ტექსტში. თუნდაც კიდევ არის გათვალისწინებული ესეთი საკითხი, მაგალითად შექმენი სურათი არ გქონდეს მაგალითად მინდა რომ შექმნა სურათი და ახლა ნახოთ შექმენი სურათი. პირდაპირ დაემატება ამ კი არა შეიძლება ჩვენს მიერ დაწერილი ტექსტი პირდაპირ დაემატება ჩვენს მიერ და ბოლოში მოკლედ ასე ვთქვათ ტექსტის ბოლოში, მაგრამ აგრეთვე შეხედეთ ეს სურათის წინ მაქვს კურსორი და გვინდა რომ ეს შექმენი სურათი პირობითად შექმენი სურათი გვინდა რომ აი აქ ჩავსვით რა სურათის წინ ჩვენი პრომპტი შევდივართ და პირდაპირ როგორც ხედავთ აი ზუსტად იმ ადგილზე სადაც უნდა კურსორი იქ ჩაჯდა. კიდევ ერთი გამოყენების საშუალება. მონიშნული გვაქვს მაგალითად რაღაცა კონკრეტული და აი ამ ადგილის ჩანაცვლება გვინდა ჩვენი პრომპტით. მოვნიშნავთ ტექსტს და როგორც ხედავთ შეიცვალა ზუსტად ჩვენი პრომპტით ის მონიშნული ადგილი. კიდევ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი ჩაპინვის ფუნქციონალი, რომელ პრომპტებსაც ვიყენებთ საკმაოდ ხშირად და არა იშვიათად, შეგვიძლია ჩავპინოთ და იქნება თავში ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომი. როგორც ხედავთ, ჩავპინეთ. წაშლა არის აქედან, უკვე წაშლის ღილაკი. როცა წავშალოთ პრომპტი, ზოგადად წაიშლება. მე თუ შეგვიძლია გადავიტანოთ, ესე ჩავავლოთ და ასე გადავიტანოთ იქ ხელი თუ აღარ ჩავპინოთ, ღილაკზე დაწყაპუნებთ. კიდევ ერთი საინტერესო, ანუ ეს იყო ერთი გამოყენების მეთოდი, მაგრამ ხშირად რო არ მოგვიწიოს ჩვენ აქ შესვლა, შემდეგ აქ პრომპტის ნახვა და ასე შემდეგ გამოყენება, ჩაპინული პრომპტები, რომლებსაც ჩვენ ჩავპინავთ, გამოჩნდება აი აქ ზუსტად ჩათის ტექსტის შეყვანის ველის ზევით. როგორც ხედავთ, ჩაპინული არის შექმენი სურათი პრომპტი და ვაწყაპუნებთ და პირდაპირ ხდება. ზუსტად ანალოგიურად რაც წინაზე გაჩვენეთ და ეხლა თავიდან აღარ გავაკეთებ იგივეებს, ზუსტად იგივენაირად მუშაობს, როგორც აქედან პრომპტის დამატება. გადავიტანოთ მაგალითად პირობითად ესეც ჩავპინეთ, ჩაპინულებში გადავიტანოთ, აქ დაემატა უკვე პირდაპირ მეორე პრომპტი. ჩაპინული პრომპტები შეგვიძლია მომენტალურად გამოვიყენოთ ეგრევე ტექსტის შეყვანის ველის თავზე იქნება და ერთი დაწყაპუნებით პირდაპირ მომენტალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ჩვენი პრომპტები. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეჩვენებინა, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან გაქვთ განვითარების იდეები, ძალიან კარგი იქნება თუ კომენტარებში გამიზიარებთ.